ყველას მოგესალმებით საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. დღეს 8 ნოემბერია 2025 წელი და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია ატარებს ორდღიან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან workshops. 8 და 9 ნოემბერს ჩატარდება ეს workshop-ი. დღეს არის პირველი დღე workshop-ის, სადაც ჩვენ ტრენერები შეეცდებიან რომ ეს თეორიული მასალა კარგად აუხსნან ჩვენს წევრებს და ხვალ მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ჯგუფებად ჩვენი მონაწილეები შეეცდებიან რომ თავისი ხელით გააკეთონ თითოეული манипуляция, რაც workshop-ის ფარგლებში არის გათვალისწინებული. მე აუცილებლად განახებთ backstage კადრებს. ეხლა გადავიდეთ და გავესაუბროთ ჩვენს მონაწილეებს, როგორი მოლოდინები აქვთ დღევანდელ workshop-თან დაკავშირებით. წავიდა. გამარჯობა, ხალხის ნაკადს ვერ იტევს დარბაზი. გაოცებული ვარ აქტივობით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ძალიან გონება გახსნილი და საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანები შევიკრიბეთ დღეს და იმედია ბატონ ნიკოლოზიც თავს გამოიჩენს და დაგვამახსოვრებს ამ დღით ყველას თავის თავს. ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, იმიტომ რომ მე ამ workshop-ისთვის გავაცდინე Gucci-ს runway. გამარჯობათ, იმედი მაქვს აქედან წასულებს დიდი ხნის დამახსოვდებათ აქ შეძენილი სკილები. ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ ძალიან მაგარი შესაძლებლობა არის თავის წარმოს საჩენად. მადლობა დენის. ძალიან კარგი მოლოდინები აქვს და ძალიან ბევრი რაღაცას გავიგებთ ამ თემის შესახებ ჩემი აზრით და ძალიან საინტერესო პრაქტიკული ძგველი სხვა. Absolutურად განსხვავდება ვიდრე ფილტვის ხმა. ცხრამეტი საათი და 46 წუთია, 15 საათზე დავიწყეთ. ცოტა დაგვიღამდა მე მგონი, მაგრამ ცოტა დაგვიღამდა და ცოტა დაგვეღალნენ კიდევაც ჩვენი წევრები, მონაწილეები. მაგრამ ვფიქრობ საინტერესო ეს იყო ლექცია. კი, ძალიან ინფორმატიული და ასე ვფიქრობ, ბეროდ უფრო საინტერესო იქნება ხვალინელი დღე, იმიტომ რომ თვითონ მონაწილეები შეეცდებიან პრაქტიკულად განახორციელონ ის манипуляციები, რაც დღეს მოისმინეს და გაიგეს და რასაც სამსაღამოს წაიკითხავენ ჰენდაუთებში. ამ 3 საათის განმავლობაში იყო რამდენიმე სახალისო და საინტერესო მომენტი, რომელმაც რაღაც აჟიოტაჟიც გამოიწვია. ვფიქრობ, ხვალინელი დღე უკეთესი იქნება და ვიდეოც უფრო საინტერესო გამოვა. ამიტომ დაელოდოთ ვიდეოს მეორე ნაწილს აუცილებლად. ამ ვიდეოში იქნება ყველაფერი, რაც თქმა უნდა. დავიწყეთ ჩვენ ისევ აქ ვართ. დღე მეორე. ჩვენმა ტრენერებმა უკვე დაიწყეს პატარ-პატარა გუნდებთან მუშაობა და იმ ყველაფრის ჯერ დამუშავება და მე უკვე მსახიობ პაციენტებთან გათამაშება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ყველა ძალიან მოწადინებულია და მონდომებული, იმიტომ რომ დღეს გაიგონ და ნახონ რა ხდება და თავიანთი ხელით გააკეთონ ის ყველაფერი, რაც გუშინ ტრენერებმა მათ ანახეს. მე კი რა თქმა უნდა განახებთ თითოეულ ოთახში რა ხდება, როგორი განწყობებია ჩვენი წევრებისგან. დავიწყოთ. საიდან ჩამოხვედი დღეშენ ჩვენთან? ქუთაისიდან. როგორ მოგწონს პროცესი და გააკეთე თუ არა შენ? კარგი იყო. რომელი სისტემა გამოუკლია ჩვენს პაციენტს? ზარხთა გამოუკლია. პულსი ზარხთა 7 პაციენტია. წყობში აქვს ყველაფერი? ყველაფერი. ძალიან მადლობა. ჩაატარეთ თუ არა პაციენტის გამოკვლევა და რას გვეტყვით, რამდენად ჯანმრთელია? ეს ჯანმრთელი იყო, დიახ. თქვენ საიდან ხართ? კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და თქვენი წევრი ვარ, რადგან საკმაოდ საინტერესო workshop-ები გაქვთ. ძალიან კარგი. თქვენ? საქართველოს უნივერსიტეტიდან ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ვსწავლობ და აქ მოხდი მეგობრების რეკომენდაციით. თქვენი პაციენტი ჯანმრთელი იყო? მოუსვენარი. თუმცა ჯანმრთელი იყო კიდევ.
დიაგნოზი შეგვიძლია ჩავწეროთ მოუსვენ რომ. მადლობა. გამარჯობა. თქვენ სად იქ რომელი უნივერსიტეტიდან ხართ? აქ წერტლის უნივერსიტეტიდან ვარ, ჩვენ ქუთაისიდან. მეორე ქუთაისის სტუდენტი ჩავწერეთ. იმის პაციენტი ჯანმრთელი იყო თქვენი? ჩვენიც ჯანმრთელია. ჩვენი პაციენტი მოსვენებულია და ჯანმრთელი. ნუ кейსში რა თქმა უნდა ის პაციენტი კარგად ვერ იყო, თუმცა ამ ეტაპზე ამ ადამიანს არაფერი პათოლოგია არ აღინიშნა. ხო, რავი 40 წელი ეწევდა და 36 წლის იყო და საინტერესო იყო. ეგეთებიც ხდება ხოლმე. ჩაატარეთ უკვე გასინჯვა? რა სისტემა გამოვკვლიეთ პაციენტს? ძალიან კარგი. თქვენ რომელი უნივერსიტეტიდან ხართ? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეგეც ძალიან კარგი. თქვენთან ხომ არ ქონდა განსაკუთრებული დიაგნოზი პაციენტს? განსაკუთრებული არაფერი, პაციენტი იყო ჯანმრთელი. არანაირი პათოლოგია არ აღინიშნებოდა. ძალიან კარგი, მადლობა. გამარჯობა, თქვენ ხა ჩაატარეთ პაციენტის გამოკვლევა. დიახ. რას ვეთყოდით ჯერ თქვენზე და მე პაციენტზე? ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. პაციენტისაც სადაღლილი იყო, მაგრამ მაინც ჯანმრთელი იყო, რაც თავარი. კი, ჯანმრთელი იყო. ნახავთ ის. კარგად. ორას მეორე ოთახში პაციენტის გასინჯვას მორჩნენ. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა ამ ჯგუფისთვის. ეხლა კი პაციენტს მინდა ვკითხოთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, მისთვის რამდენად სასიამოვნო იყო და რამდენად კარგი ექიმები არიან ჩვენი წევრები. გამარჯობა ბატონო პაციენტო. გამარჯობა. თქვენი სახელი? გელა. ბატონო გელა, როგორ მოგეწონათ ჩვენი პროცესი, რამდენად სასიამოვნო იყო თქვენთვის? და როგორ შეაფასებდით ჩვენი ექიმების, ჩვენი მომავალი ექიმების პროფესიონალიზმს? პროფესიონალიზმს სწავლობენ, დაუცებად კარგად ისწავლიან, ცოტა მორიდებულები იყვნენ, მაგრამ შეეფერება ამ სიტუაციას მათი მორიდება. თამამები იყვნენ სხვათა შორის რაღაც პუნქტით, იმიტომ რომ ცდილობდნენ რომ ესწავლათ, იმ ლექტორსაც უსმენდნენ, ცდილობდნენ რაც მეტი ინფორმაცია მიიღოთ მისგან. და რავი, წარმატებას უსურვებ. მეორე კურსელები იყვნენ ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იყვნენ. რავი, ალბათ თუ ესე გააგრძელებენ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და თავის დასახულ მიზანს. პროგნოზი პოზიტიური, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კარგი ბავშვი. კი, კარგი ბავშვები იყვნენ. ერთი პაციენტი რა თქმა უნდა ყოფილია, სხვა პაციენტებსაც გავესაუბრებით, ტრენერებსაც გავესაუბრებით და რა თქმა უნდა ყველაფერს ამ ვიდეოში განახებთ. რას მეოთხე ოთახშიც ყველაფერი კარგად მიდის, რიგრიგობით სინჯავენ პაციენტს. რომ გითხრათ რომ ბოლო გამომსვლელმა წინა გამომსვლელებთან შედარებით მე ახალი აღმოუჩნდა პაციენტს არა ნამდვილად, მაგრამ ხო, მათი პრაქტიკისთვის ნამდვილად კარგია. ყველა ინდივიდუალურად მიუყვება ამ ყველაფერს და როგორც ხედავ, რუსოს აქვს სურვილი, რომ ჩვენ ამე გვითხრას პაციენტთან დაკავშირებით და მოდი მომყევით უცებ, რომ აქედანვე რუსო ჯანმრთელი იყო თქვენი პაციენტი? არა. რა ჭირდა? კილოთა მარცხენა ზემო კვადრატი. თქვენი აზრით ელენთა შეიძლება და ყოფილიყო? კი. გრატების გამოკვლევები ჩაუტარეთ? პალპაცია გავუკეთე და ნაწლავის პერისტალტიკას მოვუსმინე აუსკულტაციით. ნორმალური ხმიანობა ქონდა ნაწლავის პერისტალტიკას? კი. ძალიან კარგი, თქვენ რამდენად მოყოფილი ხართ? 10 ბარიელი სისტემით. თუნდაც? 10. ძალიან კარგი, რუსუდან მადლობთ. 206 ოთახიდან გამოვიდა პაციენტი, რომელსაც 10 კაცმა ჩაუტარა გამოკვლევა და თუ რამე აღმოუჩინეს ძალიან გვეტყვის. გამარჯობა. ძალიან ჯანმრთელი ვარ და სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა. მორიდებულები ხომ არ არიან? პაციენტები? არა, მონაწილეები. მონაწილეები. არა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან თამამები არიან, რაც ძალიან კარგი არის. ანუ სასიამოვნო სანახავია და კიდევ კარგია სითამამე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გაბედულება, ანუ ყველაფერში აუცილებელია. ანუ გაბედული ადამიანი უნდა იყოს იმისთვის, რომ მიაღწიოს რაღაცას და ეს რაღაცა ამ შემთხვევაში არის ექიმობა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია სოფლიოში. მადლობა ბატონო საბა გაწეული დახმარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გასაგებია რომ ყველა მედიცინის სტუდენტები ვართ და ყველას გვაქვს იმის გარდა რომ ეს ექსტრა კურიკულარულად რაღაცა აქტივობებს ჩაერთოთ, ისედაც გაქვთ ხო, სამეცადინო და დავალებები. შესაბამისად, მადლობას გიხდით, რომ ესეთ რო გამოყავით ჩვენთვისაც და თან თქვენთვისაც რა თქმა უნდა სასარგებლო იქნება, იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც გაითვალისწინებთ აქ მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას. და მადლობა განსაკუთრებით არ შემილი არ გადავუხადო ქუთაისიდან ჩვენს წევრებს,
რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდნენ და იმედი მაქვს, რომ ხოლმე თქვენს კმაყოფილები იქნებით. მეგობრებო, ერთი ვკითხოთ ტრენერს, როგორი სტუდენტები ყავდნენ? ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. საკმაოდ გონივრად და სხარტად აითვისეს მიცემული დავალებები. თუ ყველანი ასეთები მოვლენ, საკმაოდ კარგ დღეს ჩავატარებთ. მორიდებულები ხომ არ იყვნენ? არა, კი, უბრალოდ ნაწილი იყო, მაგრამ გაუვარეთ ამ მორიდებამაც, რა თქმა უნდა, practice makes perfect. რეალურ სიტუაციებში ბევრად უფრო თამამად იქნებიან ამ გამოცდილების მიღების შემდეგ. იმედი მაქვს ისწავლიან როგორ მოიქცნენ ნამდვილ პაციენტებთან. მადლობთ. არაფერს. მადლობა თქვენ. დაიწყო მეორე რიგის სესიები. ეხლა ჩვენ აუცილებლად ისევ განახებთ თითოეულ ოთახს და ყველაფერს გაჩვენებთ, რასაც მონაწილეები გააკეთებენ. მეგობრებო. რამდენად საჭიროა თქვენთვის ამ ტიპის პრაქტიკული ვორქშოპები, ან მსგავსი რაღაც ტრენინგები? ძალიან საჭირო. გამოცდილება ერთგვარი რა. მაინც რადგან საპირო კურსები ვარ და არანაირი შეხება არ გვაქვს ჯერჯერობით პაციენტებთან და სწავლობ თეორიას, კარგია რომ პრაქტიკულადაც მე ვიყენებ ამ ცოდნას რა და შეგვიძლია ყველაფერს გამოყენება. თავიდან როდესაც ეჩვევი პაციენტთან მიდგომას და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებას მე ძალიან გიმარტივდება, ამიტომ ჩემი აზრით ძალიან საჭირო კურსია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა, მიხარია. რამდენად გახსნილი პაციენტი ყავდათ და რამდენად გაგიმარტივდათ ანამნეზის შეკრება? საკმაოდ გახსნილი იყო, არ მორდებია, ძალიან თავისუფალი იყო. თავიდან ცოტა უფრო მორიდებული იყო, მაგრამ შემდგომ უფრო მარტივად გაიხსნა და არაფერი არ დაუმალავს, რაც თავია. თქვენთან იგივე ალბათ ხო? და ფიზიკური გასინჯვის იმაზე რა სიტყვით ეტაპზე? რა სისტემა გამოუკლეთ პაციენტს? რესპირატორული გამოუკლია, ძალიან მშვიდი პაციენტი იყო, ხელი არ შეუშლია და ძალიან კომფორტულად ვიმუშავოთ. ჯანმრთელია პაციენტი? კი, აბსოლუტურად. საიდან ხართ, რომელი უნივერსიტეტიდან პირველ რიგში გმითხარით? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან. ასევე. თქვენ წესით პაციენტის ისტორია უკვე აიღეთ. თქვენ ხართ მეორე სესია დღეს. თავისუფლად გაგანდოთ ყველაფერი? კი, რავი, დამკვირვებლები არ ქონია ჩვენ. ხო არ უჩხუბნია თვითონ პაციენტს? არა, ჯერჯერობით არა. არ უჩხუბნია. დიაგნოზი ხო არ დაგისვამთ თუ უბრალოდ ანამნეზი შეკრიბეთ ჯერჯერობით? ჯერჯერობით არ ვსკრიბოთ, მაგრამ რაღაცა დიაგნოზი ეჭვი გააქვთ? ხო არ გაგვანდობდით? განდებიდი გამი. გვეძლის ციროზი. გვეძლის ციროზი? მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გამოცდაში ჩაიჭერით. იმიტომ რომ მე ვიღაც ადამიანს გამადეთ პაციენტის კონფიდენციალური ინფორმაცია. მარიამ, როგორ მოგეწონა? კი არა და როგორ მოგეწონა? ძალიან მომეწონა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. კარგი პაციენტი იყო, გულწრფელი, ბევრი კი გაგვიცლო და მადლობა მაგას ამისთვის. დავხალეთ ძალიან, მაგრამ ჩუმად იყო. ჯანმრთელი იყო? კი, ჯანმრთელი იყო. ძალიან კარგი პაციენტისთვისაც და თქვენთვისაც გამოცდილებისთვისაც ძალიან კარგი. მადლობა. მე ვატყობ რომ თქვენც გინდათ რომ ჩამეწეროთ. გამარჯობათ. თქვენ როგორ მოგეწონათ? ძალიან მომეწონა, ძალიან გმაყოფილი ვარ და ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან კარგი. ეგ იყო მაგის მიზანი. თქვენც შეგეძლიათ გახდეთ ჩვენი წევრები. ასეთ პროექტებზე მოხვიდეთ და თქვენც ძალიან ბევრი რამ ისწავლოთ. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვორქშოპი, მეგობრებო. თავისი backstage კადრებით. მადლობა რომ გიყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო და ჯიჰა დაგიბრუნდებათ ძალიან ბევრი backstage კადრით. კარგად. არ ვაცადოთ. წავედით. თქვენთვის რა? თქვენ პირდაპირ გადმოდიხართ ამ
ხაზზე მე ისე ჩავსვი იქ ყველაფერი შეიძლება საღამოა. მოიცა, ეს იყოს, ეს გავუშვი. ხვალ ბოქსი. საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის იუთუბერზე. მშვიდობისა, გათენდა კვირა დღე, საკმაოდ ვინავს ყველას შუქებელი დაღლილების მერე არ შეცვენების დროს შოკოლადი რა თქმა უნდა. ეს ხსნის არა ისა. შუაში ვარ ხალხად. არა, ეს არის ზუსტად დასაწყისი და შენ შეგიძლია. არა, უშავს მაშინ ხელახლა. არა, დავტოვოთ. მოდ დავტოვოთ. როგორ მოგეწონათ დღევანდელი დღე? აი, გაოცებული ვარ, ძალიან საინტერესო დღე იყო. დომინანტ ხელს ქვემოთ, არადომინანტ ზემოდან და უფრო ღრმად, ოღონ ძალიან ფინალური არ უნდა იყოს. ხვალ იმენა ბრუტალური დღე ელოდებათ. უნდა გავწულოთ ბოლომდე, რასაც არც ერთს არ დავინდობ. The end is near and so I fade. მათი დატრენინგება.